ბიძინა, ასიმანს მჭირდება. ვალი გაქვს? ჯერ არა, მაგრამ კაბამი დავიჭედო. აგერ კედელზე მოკიდე. ფულს მოგცა მიყიდე, ოღონდ ეს არა. რატომ იცი? ამ კაბაში ფარაონის ცოლს გავარ. ხო. ეშკი მაშინა აქვს მაკაბას. უცა მართლა ფარაონის ცოლი ხარ თორე, ბიძინას ცოლი იყო და ფარაონის ცოლის კაბა გეცოს, ეს ჩემი შეურაცხყოფაც არის და ფარაონის. რა ვქნა? ვინანება თორე, მამა ჩემი შენაძენი ქანდაკებები და ზოგიერთ გავყიდდი. და ცოტა ადამიანს ამსგავსებ. მამა შენი კაი კაცი იყო. ბავშვებს ხატვას ასწავლიდა. მაგრამ თავის ქალიშვილს ელბუკვერცხის შეწვის და კაბების ყიდვა გაყიდვის მეტი ვერაფერი არ სწავლა. ეწავედი. ბიძინა. არ მოიწყინო. ჩემს ავტობუსში ბევრი ხალხი. ისინი ყველა იცნობს ერთმანეთს სახით. მაგრამ სინამდვილეში არავინ გამოლაპარაკებია ერთმანეთს. რა დღეს ასეთი შრომა, როდესაც ადამიანმა დაკარგა უნარი ერთმანეთის შეცნობის. თუმცა რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ ეს სრული დაუბრუნდეს. თუ შეიძლება ჩადი და ბრადი, ვაი ხალე. გააჭარე, შეჭიდე ის მოხდიანა. ჩადი, გადი. ძალიან ხოდი დამიქმედა. მithom რატო? დაგძიმეთ ვარ. ძიმა თამას ხალხში მიიღოდა. გაცით ბატონო ეს ღიბი მოუკვდი აღარ შემიძლია მეტი. რა ვქნა ხალბატონო, ჩემი ბრალი არ არის. ისედაც სულ დიეტაზე ვარ. აბა ვისი ბრალია? გასუქდა ეს ხალხი. იმას კი არ ფიქრობენ, რომ ხოცათაც ხებენ თავის სიმსუქნით. თხოვთ გამიჩეროთ ავტობუსი. ფეხით წავა. გამიჩერეთ. გაჩერებასთან არა. უნდა ჩავიდე. გამიჩერეთ. როდეში? საიდან გეცნობთ? ელიხზე. ვერც ვერ ვიცნობ. გამოდის რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ რა? ასე გამოდის. დახურეთ პანჯარა. გაფიამორო. მადლობ. არა. გაკვანტე, როგორც თაბაშირის კანდაკები. ცოტა გაიწიეთ, ვერ ხედავთ შუაში ადგილია. დიდი მადლობა. კიგა როგორ ახალ საპეკაში რამდენი არ მინახეთ, კი ნახა ვერ ვიცარით. არა, შანს ვარ ძველებურა. კიგა ჩვენ რა თორმოდი ხარ? ვარჩი ვერ შენახარ, ვეღარ გიცანი. ამ პლანჟეში რას მიცნობ? წინ წამოიწიე. კარგი. შენთან სალაპარაკო მაქვს. ახლავე ამოვა. ხო? პარდონ. ადამ. შე. გამარჯობა ბიძინა. როგორ ახ? ჩინებულა. სასწაულში მომეც. შენგა. აკეთე ცხოვრობ? არა, კაცო, აქ რამე უნივერსიტეტის სახლებში ცხოვრობ ვაკეში ცენტრში. აქ დისერტაციას ვაკეთებ. საფუძველია. რაც. სკოლაში ამოცანებს ჩემგან იწედი და დისერტაციას. ამბობენ აინშტეინი სკოლაში ფიზიკას ცუდად სწავლობდა. ისე იგი, შენ ალბერტ აინშტეინი ხარ? ხომ გაგიგია, კაცი ჭობდა, ღმერთი იცოდა. ესეც კია. აი მე ამ ავტობუსით ვტრიალებ წინ და უკან. შინაზე გამოგმული ძაღლივით. შენ აგონია. განამიერავა შინაზე გამომული. ასე
ნამდვილად შეცვალ და თემაზეც მოშო. ფრთხილად კაცო მოერიდე. მიგეშინია. უხელ საოცარი სიზმარი ვნახე. ჩემი ავტობუსი ლამაზ მდელოზე იდგა. სიზმარი სულიერი სწრაფის ქვეცნობიერი გამოხატულება ყოფილა. ჩვენ მართალი ხარ. საჭიროა რომ სულმა ამოისუთქოს. მართლა საჭირო. სულმაც უნდა ამოისუთქოს. გაჭირე. მე მგონია გაჩერება იყო. საოცარია, რატომ არ გააჩერე? ბიძინა რა შევე, გაჭირე. გაგიჟდი ბიძინა, გაჭირე. რა სამბოს. არაფერს არ ამბობს, არაფერი ვერ გამიგია. ბიძინა, გაჭერეთ გააჩერე ბიჭო მართლა. ბიძინა, გაგიჟდი. ბიძინა. მე რა თუ ხარ? გავიჟდი, მოწმინები. არაფერს არ ამბობს, არაფერი გავიჟდი. გამიყვანა მოწმინები. გაჩერე, ბიძინა. ძალიან ბიძინა, შვილების ბატონებია, ბიჭო არ დაგუყო. ბიძინა, გააჩერე მანქანა. ბიჭო, შედი! საგმიდი ბიჭო. ძიდება დაუხვი, ამაში გააჩერე. გააჩერე მანქანა. გამიში, დამანები. ხასტუბიში. არ დაგანდრიო, შულა. არ დაგანდრიო. მოგიტახე. ახლა მოგიტახე. წარმოგიდგენიათ დღეს მანქანის გამოყვანას ვაპირებდი. სად მივდივართ? ვისკენ მივდივართ? რისთვის მივდივართ? ხუთი შეულებრივი სტრესი. ამის შესახებ დღეს ერთი ორიგინალური მოსაზრება აქვს. იგი ამბობს, რომ ქალი კი ბატონო, მაგრამ მე ხონდა ვიცოდი სად მივდივარ. უნდა იცოდე შესაძლებელი. კითხვა მომითხრა. ერთი დღე გავიკიდე. თუ მაშინ გაგარჩი. მეორე არაფერი აღარ გიწევს. ამ ხანაგებ. ნუ ხელა. სჯობს დაწნარდე. ბოლოს და ბოლოს. ხომ გააჩერებს. მაგრამ როდი? როცა საწვავი დავუთავდე. არ მიეკაროთ. მე მგონი არ აღიარს. ანტიპლექსიდან გამოგწევი. უთხადრაჭო. სიდათავა. პურვარილი გაუსლიათ და კეიფობენ. ამდილადრია, მინდორში. თანაწინაში. რა კეიფი? მუშაობის შემდეგ უსჯამე. ისვენებენ. ვინიც ის იქნებ, ჩვენ შესაძლებლობასაც ვამებ. გასანანია, კარგად ვერ დავინახე. ეს პენსიაზე გასვლას ვაპირებდი. დადგა სადღა წემსი სიმღერა, წემსი სალამური, ლეგენდები, ყველაფერი წარსულ ჩაბარდა. ახლა თავზე ფაფახის ნაცვლად ბერეტი ახურავდა ჩვენთვის უცხოენაზე ლაპარაკობს. რატომ შვენიერი მუსიკა? ეს რამ წინარია? ენიხეი და უკვე? დიახ. ეს სად მიდის ეს?
ბიძინა სად გაიქცა? ოიცა ბიძინა გაჩერდი ნუ მიგვანდოა ბიჭო ამ პრეგრესი ბიძინა რა სადგარდი ბიძინა ხალხი ვარ ბიძინა გაქცევა ბიძინა როგორია ბიჭო ბიძინა სადგარდი დამიცადეთ ატეხან აქეთ გაიარა აქ გაიარა აგერი გაგიჟდა აქამდე არ იყო და ახლა რა მოვიდა ой ერთი შენი თავი ჩამაგდები უთუოდ რაღაცაზეა გაბრაზებული თქვენ ხომ გამოელაპარაკეთ მასა ეს გასასვლელი რა შეიძლება მოგიწვა ამ სამუშაოებს აბა წერიცი ეს აღაბობდი აღარ გამოვჩნები დამიგდა ყური მეგობარ თუ შეიძლება გითხრათ რა შეიძლება არაფერზე უბრალოდ მოვიკითხეთ ერთმანეთი მეტი არაფერზე გადაიხარა შეიძლება ერთი კითხვა მაქვს ერთი თუ შეიძლება აი თქვენ და იმას ერთი გოგო ხომ არ გიყვარდათ აი ორივე დამაცადე შე ეხარი რა აწყენინე იმ კაცს არაფერი მიწეინებია მივესწავლე აბა ამენი ხალხი ტყეში რატომ დაგყარა ნუ მიყვი მეორე რაშვაშია გამაგებინეთ მეორე რაშვაში მართალე მეტყეს იგი პაზარი მან უნდა აგოს ვინც გიზია მე რაშვაში ვარ მაგრამ არაფერ შუაში ვარ ამ დაკითხვას დებს ჩავსწრეთ ავტობუსში და შიდად გავარჩიოთ ჩვენი მდგომარეობა თუ პირველად აგოს ხომ დაბრუნების საკითხი სწორია დავიდე ორი გოგო და ერთი ბიჭი ხავს ხმარი მთელი დღე სამსახურშია მე ვტრიალებ ყველას ჩემი დახმარება უნდა ხო ეხლა ქალიშვილს გაუხდა ბიჭიავად იმასთან მიდიოდი და აი სად მიდიხარ ჩამომზადეთ აბა ხო სად მიდიხარ ჩვენ წავიდეთ ეგე წავიდეთ აბა წავიდეთ აკრა ეს ხო სახელმწიფო დანაშაულია სასიძე მდგომარეობაში ვარ თქვენი აზრი მაინტერესებს თქვენ უფრო მეც გეტყვი პროფესიონალი დივერსანტი იქნება ნამდვილად ასე აგერ ამ პროექტ ჩვენი ინსტიტუტისათვის უსწარმასარი მნიშვნელობა ჰქონდა მეგონა ტყეში ექსკურსიაზე გაისეირნეთ ჯერ არ გელოდით ესეც არ უნდა იყოს ლადალაგებული რა ავტობუსს დანაჯობთ არა მუშაობთ სად არიან დანარჩენები? ტყეში. როგორ თუ ტყეში? ზოგი პეპლებს იჭერს. აბა ზოგმა ლეღვის კრეფა დაიწყო. ზოგი კიდევ ნახეთ რა ლეღვი მოვიტანე. ნახეთ რა შესანიშნავია. ასეთი ლეღვი ბაზარში 3 მანეთია. მიიცით. ნუ გერიდებათ. მიიცით. ახლა სამსახურში უნდა ვიჭდეთ და ვხაზავდეთ. ამ ნახაზების გარეშე დღეს სამუშაო დღე ჩაეშალა თელს ინსტიტუტს. მართალია ბატონო ეს სახელმწიფო დანაშაულია დიახ დიდი დანაშაული მოითმინეთ მეგობრებო ყველა უნდა შევიგდეთ Твоя სახელი? შენი? ხო. ევგენი. შენი. საერთოდ კი დამბრძანდახია. ევგენი, შენი. თქვენც მოგბრძანდით. იცით. ერთი დღით გვიან თუ აშენდა ჩვენს ქალაქში ასეთი ასანთის სკოლოფას სახლები, ეს დიდი უბედურება იქნება. ასე შეიძლება ყველაფერს დასწინით. სიცილი ყოველთვის სასარგებლოა. ამხანაგებო, დღის წესრიგში ორი საკითხია. კარადი მომაწოდე. პირველი. სად ვიმყოფებით? და არის თუ არა ახლო მახლო დასახლებული პუნქტი აბა გაიკეთე მეორე საკითხი რატომ მიგვატოვა ავტობუსის მძღოლმა და როგორ მოვიქცეთ დაუბრუნდეთ პირველ საკითხს
სად ვიმყოფებით ჩვენ? შეიძლება ბრძანეთ? ძირფასო მეგობრებო, დიახ, ამბობენ საქართველო დაჭმუჭნულია და ამიტომაც გვეჩვენება ის ასეთი პატარა. თორემ რომ გაშალოს კაცმა იქნებ აფრიკაზე დიდიც გამოვიდეს. ასე რომ ჩვენ ახლა გადაკარგულ ოაზისში ვიმყოფება. ახლა ეს ახალგაზრდასთან უნდა ვიქე. მე რა, ტარზანი ვარ? შო, საცელია სახეთიანად. თქვენ ძალზე საინტერესოდ მსჯელობთ, მაგრამ ახლა უფრო კონკრეტულები უნდა ვიყო. გასაგებია, ა? რომელი საათია? ღმერთო ჩემო. საათი დავკარგე ხელიდან. საათი. ამ წუთში არ გამქონდა, ამ წუთში. მე ჩანთაში ფული მქონდა. ღმერთო ჩემო, საათი დავკარგე. საათი. და საფულე დავკარგე. ფული მქონდა და აღარ ამაქვს. და რაღაცნა. მოხალხენო. აქ მუშაობს მთელი ბანდა. შეგიძლიათ დამიჯეროთ. ჩემი აზრით საჭიროა გავაგზავნოთ რამდენიმე კაცის სხვადასხვა მიმართულები, რათა დავადგინოთ ჩვენი ადგილსამყოფელი. ამორთეთ თუ გაციხარეთ ხუთი. ეს ხუთი არის იაპონური ტრანზისტორი. სულეთია. მე რომ ამ გეოგრაფიულ ექსპედიციას მე ჩაუდგეს ათოვში. იმედი მაქვს თავმჯდომარე მხარს დამიჯერს. შესაძლებელი ჯგუფს მე თვითონ შევარჩევ. კარგი. რას გევხარ? როგორ გამოიყურები? ასე არ შეიძლება. მოიხსენეთ გასტუხელი. განთავისუფლდით და კახალისტით. ჩვენ ხომ ტყეში ვიმყოფებით. ერთიანად შევერწყათ ბუნებას. ბუნებასთან შერწყმა დიდებული რამეა. ერთო ბრძნული აზრია. არაჩვეულებრივი დღე. არაჩვეულებრივი. ჩემთვის ყოველი დღე არაჩვეულებრივი. საქართველო პატარა, მაგრამ ბუნება მრავალფეროვანია. ყოველ კუთხეს თავის სილამაზე გააჩნია. პოეზია, ქართველები პოეზიაში უფრო ძლიერები ვართ, ვინმე პროზაში. ამაშიდაც მრავალფეროვანი და ცვალებადი ბუნების გავლენა იგრძნობა, შეხედე. ხედავთ ამ მუხას? არა, მუხა არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც ძალიან პატივსაცემი ხია. მართალია ყველასაგან მოშორები დგას, მაგრამ პატივსაცემია. ბავშვთა დაუკმაყოფილებელი სექსუალიზმი ფელინის ეხმარება სამყაროს აღქმაში ფრთხილად, როგორ გეფერებიან ეკლები. უნდა გითხრათ, რომ ფელინი, როდესაც ფელინზე ვლაპარაკობ, საერთოდ ყოველთვის ვრღელა, იგი არავის არ გავს. იგი განუმეორებელია კინოსამყაროში, მას ბადალი არ მოეძებნება. არის ერთი მოსაზრება, რომ აი ხედავთ, როგორი სექსუალურად აფეთქებული ხეა. ასეთი დეტალებით ქმნის ფელინი თავის განუმეორებელ ფანტასმაგორიულ მირაჟებს. ხედავთ, რა სიმყუდროა. მოდით აქ დავბანაკდეთ. ხო? აი, ასე. დავდამდით. თქვენ ამარ კორდი გინახავთ, არაჩვეულებრივი სურათია, ყინვალე. აი, ასე. თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ფილმი. ფელინი ბავშვია, იგი ქვეცნობიერად აღიქვამს სამყაროს. გულახდილად რომ გითხრათ, იყო ჩვენ შორის ხალხი, რომლებიც ემუქრებოდნენ მას. გარწმუნეთ ამხანაგებო, რომ თუნდაც ფორმალობისათვის საჭიროა დამნაშავეთ და დასჯა. ყურებზე ხახვი არ დამატა. ეს რა ლაპარაკია? თქვენ ორივეს მიიღვა მასთან და ბოდის მოგახტენეთ. თქვენი აზრით ბოდიში უნდა მოიხადოთ, ხო? აბა? არჩი. რა სიტყვით? მოუხადოთ ბოდიში. თუ თქვენ ასე გინდათ, დიდი სიამოვნებით მოუხადოთ.
ვერ მეტყვით რა ზეძახიან ამ სცენარზე. როგორ არა, ეს მომტკოპა, ძალიან გემრიელია. იჭმევა? დიახ, მიიღეთ. აბა მიიღეთ. ამხანაგებო, მე ყველაფერი დავაზუსტე. ტრასიდან ვარ დაცილებული 9 კილომეტრი. იმყოფებით საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, შავხელსგრადის მიდამოებში, არაგვისპირა. ფეხით აქედან 2 საათი და 45 წუთი უნდა რაიონულ ცენტრ ბარისას ახლოს. სურველებს შეუძლიათ ცერტა გამოცხადდეს. მე მათ ჯგუფებად დავყოფ და ჩავუდგები სათავეში. აბა ჰე ამხანაგებო. ისო მე ხევ თქვა. ფიქრაშვილის მზანდება. მიდარდა. მე დედა გამზარდა. არ უმამოდ, მაგრამ მაშინ ხედე, თუ დივიტივა, კითხე ჩემს მეგობრებს. ფურმანო მითხარ შენ სარდესა ეთერ ქალი რა დღესია რასი გითხავ ცათასთორო ეთერ ქალი რა რიგია შენთან იყო იმ ტანჯვაში შენთან არის რა დღესია შენ ხომ იცი ბროლის ციხეზეც ის როგორ თაღებშია შიგმიზის ქალი ეთერი ყელიც მოუღერებია შენთან იყო იმ ტანჯვაში ყელიც მოუღერებია შენთან არის რა დღესია შენთან იყო იმ Rulet. Სამიგაციას რულეთ? არა, ეს პარტიზულ მიღერიან. რა გამღერე? იცით ეს ჩემი ბავშვების მოგონებებია. არ მღეროთ? ოპერაში მღერით? არა, ჩვენ მეტრიკოები ვართ. რა? ბრავო. მეტრიკოები და ჟელი. კალისასთვის კერა. ეს ფაბრიკის მთავარი ინჟინერია. ეს კი დირექტორის მოადგილე. მეტი მომარაგებელი. ჩვენ ფირმას ქვია ყველაფერი ქალებისათვის. თქვენ შეგირთვათ ცხვირი. აბა წამოდით კრებაზე. ასე. კარგი, წავიდეთ. წამოდით. სიმთვრალეში მთელი კვირა არ მოდიოდა სახლში. დაბრუნებ 3-4 დღე მეთქარით. გამოგვიძებული ბავშვი ჭიქჭიქებდა. სიმთვრალეში უშუალოდ სიტყვებთან. გადაგდა. მეზობლები ამოყვნენ საწავლა ქალ დაისვენ. იარიციან რომ მისი თვალების გარშე მარტოობა ყველაზე ძნელი ყოფილა. ჩემი ქმარი საოცრად დინჯი და მორიდებული კაცი. მთელი ცხოვრება მისგან ერთი შენიშნაც კი არ მახსოვს. სულ იმას მეუბნებოდი და როგორც შენ გინდა, როგორც შენ განიხარდება, როგორც შენ გესიამოვნება ისე გააკეთე. მე ძალიან მიყვარს. რამდენი შვილი გააქვს? 2 ქალვაში. ორივე დაუჯახებულია. მეც ქალვაში გაქვს. ქალი გათხოვილია, 3 შვილი გაქვს. ვაჟი მოკრილია. წარმოსადეგი, მამადი, სულ მამამისი. დათმომე. რას გეტყვი? თუ კაცი ხარ, მედი მოელაპარაკე ენტეც, გაიგე რას ფიქრობს ეგ ადამიანი. მილიცია ვალდებულია დაგვიწვალ და დაგვეხარო. მე მეუბნები? ხო, შენ. მე რაშვაში. აგე არჩვი. თუმცა ეს იგი დავამყაროთ. ესა წესრიგი დამხელი. ვინმე მფუჩაში წესრიგი რომ დაარღვიოს, ხელად ჯარიმას გამოუძერს. აქ ის შეხედეთ რითი ერთობა. მომღერით. დავიდე. ვაფხელა. გამარჯობა თაფანაგო მილიცია. გამარჯობა. მე აკაკი მქვია. მოკაცრავად ბატონო აკაკი. თქვენ შენთან ერთად იმიზავრეთ ავტობუსით, არა? თითქოს. ჩემს გვერდით იდეთი. არა, ვიჯექი. არა იდეთი. რაში ესახება ავტონომია? ჩვენ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქენი აღმოჩნდით რა. მოულოდნელ და გაუთვალისწინებულ სიტუაციაში თავს ვალდებულად ვთვლი მიმართოთ ხოვნით ჩვენს მილიციას. მოხდა რამე? საშინელება. თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ და ეს ქვები იქით გადავყავით, იქით.
საწყალი ყვავილები რა დღესია ამდენ ქვებში? წყალი სისტემატურად უნდა ეალერცებოდეს მათ ღეროებს. ისე რომ ქვებს არ ეხლებოდნენ. სულ რა დაყარო? სულ, რა თქმა უნდა. დამიჯერეთ ეს კახა. დამიჯერეთ. აბჯოთ. ხო. ეს თას საიტავება. ჰიკი. თქვენ ბოტანიკა ყვარებიათ. ბუნება მიყვარს. მაშინ რაღა მილიციაში დაიწყეთ მუშაობა. რა არის აქ გასაკვირი? აბა, დავედი. ხილვას არ დაიქცო. სალამი, ძიოთა იყოსო. აი, არა, ნინდია, ნამდვილი ნინდია. სოკო ხომ გიყვართ? გემრიელია. გემრიელია. ძალიან გემრიელი. შეიძლება დავდან. უკაცრავად, ეს რა მაინტერესებს, იცით, აი თქვენი პროფესიის ადამიანი გულგრილად შესწრეს ამ მდგომარეობას. სულაც არ ვარ გულგრილი. პირიქით, ძალიან მომწონს. დიახ. გასაგებია ყველაფერი, თქვენ ბუნება გიყვართ. მე სიცოცხლე მიყვარს. მეც მიყვარს. რა პენსიის ახალ? 20 წამი. სიტრა მოდი სადღეგრძელოების ვთქვათ. თითქოს ღვინოს ვამდე. უკაცრავად რითი? წყაროს ცივი წყალი და ძვირფასო დავრებო. თქვენის ნებართვით ერთ სადღეგრძელოს ვით. ამ შვენიერ დედამიწაზე მრავალი ხალხი ცხოვრობს. ყველას თავის სათქივარი აქვს, უხარება და ზნე, მაგრამ ყველას ერთი გვაქვს: თვარე, წყალი, ჰაერი და მზე. მოდი ამათ გავუმართოს. ახლა ყველა პოჭიკა და მოკლედ გაგვასწროს თავისთავი. ვინ არის რას აკეთებს? თქვენგან დავიწყოთ. მადლო. აბა რა უნდა გითხრათ? დღეს პენსიის საქმე მქონდა დასამთავრებელი. 50 წელი ვიმუშავე მოზარდმაყურებელთა ქართულ თეატრში. თამაშობდი დათვის, ბაჭის, ღარბის, მელიის როლებს. დირექტორმა ჩემს განცხადებას წააწერა გამოარკვიეთ, რომელი ცხოველი გადის პენსიაზეო. გავზარდე 3 ბავშვი. 2 ჩემი ძმისწულია, 1 მეზობლის ობოლი ბიჭი. უკვე დიდები არიან. მაგრამ ის წინს რომ არც ერთი მამას არ მეძახის. აი, თითქმის ყველაფერი გიამბეთ ჩემს შესახებ. გაგიმარჯოთ, კარგად იყავით, იცოცხლე. მაპატიეთ არსო. ოთარი მქვია, მე ვეფხვაძე ვარ გვარად, ბატონო, ვეფხვაძე.
ცოტა დაგვეწვა. განსაკუთრებული ჩემს ბიოგრაფიაში არაფერი მომხდარა. საქართველოს ჩემპიონი ვიყავი კრივში. კი. მე კინოსტუდიაში დავიწყე მუშაობა გამართლებით. სამი ბიჭი. ვაი. საათი ისევ ხელზე მაქვს. ესა სულ ბიოგრაფია იგრძელეთ. მადლობა. ამ დღეებში ახალი დინამიკი რეკერლები დაბრეცილია. კარფანჯარა არ იკეტება, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. ცოტა არ იყოს აცირდა წარმოიდგინეთ. ნება მომეცით მოგახურე. არ კარი. ვიპოვე. წარმოგიდგენიათ, დაკარგული მქონდა. ახლა კი ვიპოვე. წარმოგიდგენიათ. აიდან გაიგე. წარმოგიდგენია? კოჩორი არ არის მთავარი. არაფერია. 20 წლის ხომ აღარა ვარ. კოჩორიც გექნება ისეთი წამალი მაქვს, ჯაგარივით მაქვს. ბალერში დაგიღალ. მე არაფერი არ გამგარბია, არაფერი. ახლა დროა სახში წავიდეთ. ეცინდილა დღეობა. ავაკეთოთ. ედგარ დიხარ კურნალობ და ფსიქიატრიულში, ხო? მოს განიკურნა და გააწერა და ეკიზეუბნება შენ რა ხო? ხო იცი რომ სიმინდის მარცვალი არ ახარო ვიცი, თუ იცი აბა წავიდე და წავიდე გარემით. კაცმის კაკანი შემოვესმაო. დოდი იცი სიმინდი რა ვარ, კატამა იცისო, კატამო. დაიდე, კატამა ხარ იცისო. ვინ არის? დაიდე უკვე, დავამაგრე, დაიდე. გამოგვეცხადა. დაიჭა უკვე ადგილზეა, რატომ უნდა κάνει? ბოლოს არ უნდა. აბა, ზაგიუჟე და მარგრენა რა არის? ნათელები რატომ ანათელი? ცეცინათელები? არ ვიცი. აბა როგორ გითხრა? იცი რა, მე მგონი ისინი. მაინც რატო? მე მგონი ისინი ერთმანეთს დასაწოლი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი იყო. მადლობა. დავწერეთ ხოლმე. მადლობა, ჩემო კარგო. შევიათ გავატარეთ დრო.
ჯერომ ცეცხლი მომიკიდე მითხარ როგორ გავანელო ალალო მოდელადერია ლალალია Esta rica marketing, la vida con sanguinares.